კარგი, წარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ მზიან დღეს თქვენ ხართ თქვენს ფავორიტ მაღაზიაში და მზად ხართ დიგინგისთვის, სადაც უამრავი ჩამოფასებული ვინილია. თქვენ შეგიძლიათ ჩვეულებრივად ამოიღოთ ფირფიტა ყუთიდან და შეამოწმოთ, მაგრამ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? როგორც წეგან აღვნიშნე, ამისთვის არსებობს 5 გზა. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის ყდის შემოწმება. თუ ყდას გადაჰყრავს მოყავისფრო ფერი და არის საკმაოდ შელახული, დიდი შანსია ის იყოს ძველი ალბომი. მაგრამ თუ ყდა გამოიყურება საკმაოდ ლამაზად და არ არის შელახული, ესე იგი ახალი ალბომია. თუმცა არასდროს განსაჯოთ ფირფიტის მდგომარეობა ყდით. თუ ყდა მიიპყრო თქვენი ყურადღება, აუცილებლად უნდა ამოიღოთ ის ყდიდან და ყურადღებით დაათვალიეროთ. მეორე რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება ძალიან იოლი აღმოსაჩენია. თუ ფირფიტა გაბზარულია ან გატეხილია, მის პირვანდელ სახეს ვერ აღადგენ. შენ ვერ შეძლებ მის შეწებებას ან ბზარების გაქრობას ასე რომ ნუ იყიდი მსგავს ვინილს. მესამე რაც უნდა ეძებოთ არის მტვერი და ჭუჭყი. თუ ჩანაწერი დაფარულია მტვრის, ყურდღლებით და ჭუჭყის ნაწილად